პრემიერ-მინისტრი ევრონიუსის ინტერვიუში საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე საუბრა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ხელისუფლების მიზანია 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, რაც რეალისტური და მიღწევადია. პრემიერმა ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მომავალ წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება. მთავრობის მეთაურმა ინტერვიუში 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზეც ილაპარაკა. ეს არჩევნები ადასტურებს ქართული ხალხის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და მათ მუდმივ მისწრაფებას იცხოვრონ სტაბილურ და თანამედროვე სახელმწიფოში. ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები არა მხოლოდ იმის გადაწყვეტას ეხება, თუ ვინ მართავს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, არამედ იმ მოდელის დაცვას, რომელიც შედეგს იძლევა. ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპის ფართო სამეზობლოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბდა. ჩვენ მივახციეთ მთლიანი შიდა პროდუქტის შტამბეშტავ ზრდას, ვაკონტროლეთ ინფლაცია, გავზარდეთ ექსპორტი და მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საჯარო ფინანსები. დღეს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა სწრაფი ტემპით იზრდება. გლობალური მიწოდების ჯაჭვების გადალაგების კვალდაკვალ საქართველოს შუა დერეფნის ცენტრში დგას. ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი უმოკლესი და ყველაზე სტაბილური მარშრუტის სახით. ჩვენი მთავრობა ამ როლის შესასრულებლად თამამ ინვესტიციებს ახორციელებს. ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი შავი ზღვის ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება. ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველოს ცენტრალური კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე. ჩვენ პარტნიორობას ვთავაზობთ ყველას, საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ითანამშრომლონ ჩვენთან და აღიარონ ის სანდოობა, რომელიც თანმიმდევრულობითა და ეფექტიანი მუშაობით მოვიპოვეთ. განვაგრძობთ ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას. გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტური და მიღწევადია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამისკენ ვისწრაფით, არამედ იმიტომ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც ამას იმსახურებს. ჩვენ რეფორმებს მოთმინებითა და მონდომებით ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება, რაც ასახავს როგორც ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს, ასევე მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ხელმძღვანელობს როგორც ურყევი პრინციპებით, ასევე პრაგმატული მოსაზრებებით. ქართული ხალხი სრულად აცნობიერებს ომის დიდ ფასს. ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება და ურყევად ერთგული ვრჩებით მშვიდობიანი მოგვარებისკენ. სრულად ვაღიარებთ, რომ მშვიდობა წინსვლის ერთადერთი სიცოცხლის უნარიანი გზაა. ჩვენი დემოკრატიის გაღრმავებისა და სტრატეგიული როლის გაფართოების კვალდაკვალ ველოდებით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს ისეთ ქვეყნად აღიქვამენ, რომელიც ევროპის მომავლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.